სამობით ძირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, ახლა მე გადავაწყდი, მე სულ სხვა ვიდეოს გადათარგმნა მიდოდა, მაგრამ ახლა გადავაწყდი ისმაელ პერესის ახალ ვიდეოს, სადაც ის ყვება ტარტარიაზე. ხო, და ისევ რუსეთი უიტყვით თქვენ. ხო, მაგრამ ჩვენ მე ვიძიებ ამ ეს ეგრეთ წოდებული რუსეთის ისტორია გვეხება ყველას, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ მათი შთამომავლები, ამ ტარტარების ტიპების შთამომავლებები ცხოვრობენ. თქვენ რა გონიათ, ლურჯ-თვალება, ქერათმიანი, წითური თმიანი, ესა შვენიერი თეთრი ფერის კანი, მე მაგალითად შევხვდა ერთი გოგონა, რომელსაც ჰქონდა ისეთი კანისფერი თითქოს საცა გამჭვირვალე გახდებაო, ისეთი თეთრი ფერის ტონალობა ჰქონდა კანის. თქვენ რა გონიათ, ეს ყველაფერი ჩვენამდე მოდის ჩვენი გენებიდან? მე მაგალითად, ჩემში მაგალითად არის თათრული სისხლი. დიახ, ჩემი ბებიის დედა, მისი დები იყვნენ სათათრედან, მოიტაცა დიდმა ბაბუამ. ბებიას დედა და მას გამოყვა დანარჩენი ორი დაც. ხო, და რა მინდა გითხრათ, თან ბებიაც გავდა რუსს. არავინ იტყოდა ბებიას რომ ის ქართველი იყო. თუმცა ქართული გვარი და სახელი ჰქონდა. და აგრეთვე ყავს ვიცოლა, ჯერ სოცხარია, რომელიც გავს რუსს. ვიღაცა შთამომავლობაში მისი და იმდენად არ გავს, ეს გავს. თან ბებიის, ჩემი დედის მხარეზე საუბრობ, ბებიის მხრიდან მას და ემსგავსა მისი უმცროსი ვაჟი, რომელიც ანც გარდაცვლილია. და ეს ბიჭოლა, რომელიც გავს რუსს, არის ამ გარდაცვლილ ბიძიას ცოლი, უმცროსი ბიძიას ცოლი, დედის მხრიდან. და მისი შვილებიც გავლარიან რუსებს. ყველაფერი, რაც კი საუკეთესო იყო მით გენში, გადავიდა მათ უმცროს ბიჭისკენ. სიმაღლე გინდა, უფროსიც გავს, ჩამოგავს. და უფროსი ბიჭის გოგოს რიტყვი რომ ის ქართველია. სლავიანური გარეგნობისაა. ამას ვამბობ, ეს ჩვენ ყველას გვეხება. უბრალოდ შემდგომში ყველაფერი შეიცვალა. მე ხა დეტალებში არ შევა. ეს გვეხება ჩვენ ყველას. და მე ვეძებ ახლა, წარმოგიდგენიათ, რატომ ვიძებ მე ხა წარღვნის პერიოდებს. მე გადავთარგმნე ხო მაქსიმენკოვის წარღვნა რუსეთში. ხო, და ახლა მე ამ რუკებს ვეძებ, დავწერე თუ რა რუკას და სახელება ვისია და მინდა ამ რუკების დახმარებით გავარკვიო, რა დონის წყალდიდობები იყო საქართველოში იმ ჟამს. რატომ და მე-17 ბოლო და მე-18 საუკუნის დასაწყისი ინფორმაცია, დასაწყისი არანაირი ინფორმაცია არაა. თან სადაც მე ვეძებდი აფხაზურ სამეფოზე ინფორმაციას, ქართული ისა მაგი დავაფიქსირე მე ტელეფონში. იქ წერია რომ ხო, აფხაზებზე როგორ შემოვიდა, როგორ დასახლდნენ აფხაზები აფხაზურ ტერიტორიაზე, აფხაზეთი ეკუთვნოდა საქართველოს ხო. თავიდან იქ აფხაზური სამეფო იყო. და სინამდვილეში ვინც ახლა თავის თავს აფხაზებად მოიწონიებენ, ისინი მოვიდნენ ადიგეიდან. ადიგეში არის სამი კუთხური ერი. და ერთ-ერთი მათგანი გადმოვიდნენ ჩვენთან, რადგან იმ პერიოდისთვისო იქ იყო სიცარიელე ომებისგან, მაგრამ მარტო ომებმა არ დააცარიელა იქ ავრობა. თუ წყალდიდობა იყო და იქ ერთი რუკა არის, მე გაჩვენე თქვენ. მაგი იმით გადავხატო, ან გადმოვკაჩო, რომ შემდეგ გავარკვიო.
შავი ზღვა და კასპი იყო შეერთებული იმ წყალდიდობის პერიოდში. ხო, კასპი იყო დიდი, მრგვალი ზღვა. შავი ზღვა და კასპი შეუერთდა ერთმანეთს. და კი იცით, ზღვისპირეთი, როგორი დაბალი რაიონია საქართველოს ზღვისპირეთი. და დაწყებული იმ ადგილიდან, სადაც იწყება კედელი, რომელიც გააშენა ქართულმა მეფემ, ოღონდ სახელი არ მახსოვს, ხო, და მიეკუთვნება როგორც ქვეყანა აფხაზეთის რუსული ქვეყნის აგებულ კედელს. რუსები ასე არის, ვინც არის, ბევრი ინფორმაცია ამ კედელზე, მაგრამ სინამდვილე ესაა. ააშენა ქართულმა მეფე, რომ თავი დაისხვია, ხო? ეგენი გადმოვიდნენ იქედან. ეს ადგილები და სახთან დაცარელებულ ადგილებზე. ხო, ისინი არიან სემიტები, მუსულმანები. და აგრეთვე მუსულმანური ტრადიციები მოყვა, პარანჯის დახურვა, ქალები კომუნისტების დროსაც კი მათი ქალები მეგულისუნ აფხაზებს, იმ მუსულმან აფხაზებს, რომლებიც ცხოვრობენ უпроსტურად გაგრაში და გაგრის გარშემო პიცუნდა და ასეთ მოშორებულთიან ადგილებში კიდევ. იქ არის კაცრი ტრადიციები. ქალს აშუქებს სახის ღიად ქონა და ატარებენ პარანჟას. და არ ვიცი ახლა მაშინ ასე იყო და ამჟამად რა შეიცვალა. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს მე-17 საუკუნის დასასრულს და მე-18 საუკუნის დასაწყისს, რადგან ის ტერიტორიები იყო დაცარიელებული, რასაკვირველია, წყალდიდობა შეეხებოდა სამეგრელოს და დაბლობ ადგილებს. ზღვასთან ახლოს რომელიცაა გადმოვიდოდა. და მე მგონი, პალიასტომით ამ დროს შეიქმნა. მე ვფიქრობ მასზე. რასაკვირველია, მე ამის ვერც დადასტურებას ვერ შეძლებ, ვერც უარყოფას ვერ შეძლებ, მაგრამ ის მითი თითქოს მიწა ჩავარდა და ჩაყლაპა ხალხი, შეიძლება ამ პალიასტომის ადგილას დაეცა რამე. ხო, რატომ და ეს წყლები რომ გადმოვიდა, როდესაც წარღვნა მოხდა, ის შეეხო არა მხოლოდ რუსეთს, შეეხო ევროპასაც, ამერიკასაც, შეგვეხებოდა ჩვენ კავკასიას. ხო? და სვანები ქართული წყაროს მიხედვით ბინადრობდნენ დაბლობზე. შემდეგ ისინი კი იქ მიზეზია ომების გამო, მაგრამ ეტყობა ამ წყალდიდობის მიზეზის გამო, ყველაზე მთავარი მიზეზი ეს წყალდიდობის მიზეზის გამო აიძულა სვანები ასულიყვნენ მთებში. მე ასე ვფიქრობ. და იცით რა, ზოგი იტყვის შენ რა ისტორიკოსი ხარ? არა, მე არა ვარ ისტორიკოსი. მაგრამ მე ვიკვლევ, რადგან მაინტერესებს ჩემი ქვეყნის ისტორია. ნამდვილი ისტორია ის კი არა სკოლაში რომ გვასწავლიდნენ. მე ვერ ვისიპირედი ვერაფერს, რაც არ მესმოდა, მე მაგის დასაპირება მიჭირდა და დრო მჭირდებოდა. მაგრამ რაც მაინტერესებდა, მაგალითად ხატრულ ლიტერატურას ერთი წაკითხოთ, შემეძლო ხატრულ ლიტერატურა მომეყოლა. ერთი წაკითხოთ. შინაარსის გამოტანა შემეძლო. რაც მე მაინტერესებდა იქედან. ესე იგი, სულელი არ ვიყავი ხომ? არ ვიყავი, მაგრამ ახლა მე მოგიგენია ყველაფრით ინტერესები, მინდა გავაფართოვო ჩემი ცნობიერება, მინდა ცოდნა მქონდეს ჩემს ნამდვილი ისტორიის შესახებ. ხო, და ამიტომ რატომ მოყვევი ახლა მე ეს კი ვიდეო ისმაილ პერეს ეხება, მაგრამ ეხება ტარტარიას, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ ყველანი. ხო, და საქართველოს სინამდვილეში თბილისი როგორ შეიქმნა, ეგეც კი მეფის მიხედვით თითქოს წყალში ჩავარდა ფრინველი და ასე და გორგასალმა მიაგნო ამ წყაროს. აქ შეიძლება სხვა ისტორიაც იყოს, სხვა ისტორია იყოს სინამდვილეში. ჩვენ რასაც სკოლაში გვასწავლიან, მაგი არის შეცვლილი. და მოყვა ახლა პერესმა, რომ სიხრუსეულმა მთავრობმა ჩაიგდო ხელში ყველა უმაღლესი სასწავლებლები და მათ
განახობდა თავის პროგრამას. მათ არ უნდათ რომ ხო, რაც მოყვები ახლა მე ტარტარიასზე დავიწყე საუბარი, გადავედი მექანიკურად. ხო და რაც ხობა ხა ის ტარტარიასზე, პუტინმა გამოსცა, გამოაქვეყნა უпростоრად არქივი ტარტარიასზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ტარტარია მართლა არსებობდა, ეს იყო უდიდესი უმაღლესი ძლიერი სახელმწიფო. ტარტარები ყოფილან მაღლები, გიგანტები და რაღაც პერიოდის შემდეგ მათ გადაწყვიტეს სხვა მატერიკზე გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ხო და პუტინმა გადაწყვიტა სინათლე შეეტანა ამ ბნელ ისტორიაში. ბნელი, იმიტომ რომ აუხსნელი იყო ეს თემა ყველასთვის და ამ თემაზე არ სურდა საუბარი სიღრმისეულ მთავრობას, რომ ხალხს გაეგოთ სიმართლე, ვინ იყო ტარტარები, საერთოდ ტარტარიასზე არ უნდათ. ეს მოვლენა თავისი თესვებით მიდისო წარსულში, ამბობს ისმაელი. ხო, რადგან პუტინმა ახადა გრიფის საიდუმლო ამ საკითხს, ტარტარიის რუკები გახდება მისაწვდომი, ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ეს საკითხი. მე ძალიან მიხარია. და პერესი ამბობს, თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. პერესი ამბობს, რომ თურმე ტარტარია იყო ნამდვილი ცივილიზაცია, ის ახლაც არსებობსო. ტარტარიას ცივილიზაცია ახლაც არსებობსო. ბევრს სჯერა, რომ ტარტარები, ანუ გოლიათები, რადგან ისინი იყვნენ ძალიან მაღლები, გადაწყვიტეს ჩვენთვის ცნობილი კონტინენტების დატოვება და გავიდნენ ანტარქტიკულ კარიბჭეში. კედელში არა, კარიბჭეში გავიდნენ. იმისთვის, რომ გააგრძელონ თავისი არსებობა სხვა კონტინენტებზე, რომლებიც ჩვენთვის ჯერჯერობით არის მიუცდომელი. რუსეთმა გადაწყვიტაო ცრუ ინფორმაციისგან გათავისუფლებულიყო და გადაწყვიტაო ფარდაეხადაო ამ საიდუმლოებაზე. გასაგებიაო, რომ ტარტარია ეკავაო რუსეთის დიდი ნაწილიო. მაქსიმენკოვის ვიდეოშიც ამბობს მაქსიმენკო, რომ ადრე ტარტარია ეწოდებოდა რუსეთს. რუსეთმა დაიწყო ცხოვრება იულიანეს კალენდარის მიხედვით. ახლა რუსეთის ფედერაცია დგასო პარადიგმების ცვლილების საზღვარზე. ის ამუშავებს ამ კონცეფციის პარადიგმის უпростоრად ამუშავებს პარადიგმის ახალ კონცეფციას. აგრეთვე ხდება სასწავლო წიგნების გადახედვა, პროგრამების გადახედვა, რომელსაც ადრე ასწავლიდნენ მოწაფეებს. რუსეთმა დაიწყო დაბრუნება თავის ნამდვილ იდენტურ ისტორიისადმი. ტარტარია საიდუმლო იმპერია, რომელიც იყო გადაწეული ისტორიის მეორე პლანზე. სულ იყო მცდელობა, გადაეწერა ამას აკეთებდა სიხნისეული მთავრობა, კაბალა. სულ ცდილობდა გადაეწერა ყველა ერის ისტორია თავის ზომაზე, თავისებურ ახსნას აძლევდნენ, ვინც მართავდა დედამიწას. არ უნდა რომ ხალხს გაეგოთ სიმართლე თავის ერზე, თავის ერის ისტორიაზე. ჩვენ გვასწავლინეთ სკოლაში რომზე, ოსმანეთზე, პერსია, ესე იგი ირანზე, მათ ომებზე, მაგრამ რატომღაც დუმდნენ ტარტარიასზე. იმის მიუხედავად, რომ ტარტარიას ტერიტორია იყო იმაზე მეტი, ვიდრე ტარტარიას ტერიტორია, ხო, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ჰქონდა ტერიტორია ამ იმპერიებს, ზედ აღნიშნულ იმპერიებს. ტარტარიასზე არც კი მოიხსენიებენ ამ ისტორიულ დოკუმენტებში. სხვადასხვა დროში ეს იმპერია
ამ იმპერიას ხოდა სხვადასხვა სახელწოდება. რუსმა ისტორიკოსებმა დაიწყეს მოყოლა ამ ძლიერ სახელმწიფოზე და რუსეთის ისტორიის ის ცარილი ადგილები შეავსეს. დაიწყეს შევსება ინფორმაციით ტარტარიაზე, რომელიც ფლობდა რამდენიმე კონტინენტით. ტარტარიის იმპერიაში ცხოვრობდა მილიონი ადამიანი, რომლებიც ვითარდებოდა ჰარმონიაში სხვებთან. ისინი იყენებდნენ ტესლას ენერგიას, მათ ჰქონდათ ანტიგრავიტაციული ძრავები, ისინი პატივცემდნენ თავის წინაპრებს, ოჯახურ ურთიერთობებს, თავის სამშობლოს. ტარტარიის წარმომადგენლები იყვნენ თეთრი კანის ფერი, უпроსტად ტარტარიის წარმომადგენლებს ჰქონდათ კანისფერი თეთრი, წითური თმები, ჰქონდათ მწვანე ან რუხისფერი თვალები. ამ ადამიანებს, სლავიანებს, არიებს და რუსებს ჰქონდათ გამოკვეთილი სახის ნაკვეთები. ესე იგი, ჩვეულებრივ დროს სამშვიდობო პერიოდში იგენი იყვნენ სტუმარ მოყვარეები, კეთილგანწყობილები სტუმრის მიმართ, მაგრამ ომის პერიოდში იყვნენ ძალიან სასტიკები და მამაცები. ისინი იყვნენ სამართლიანები და კეთილშობილები. ხო, და ბრიტანეთის ენციკლოპედიაში ადრინდელ წელი თქვა, მაგრამ ვერ დამიმახსოვრე. ეწერა ნახსენებია ტარტარია ტერიტორია, რომელიც იწყება სოფლის ადგილებიდან, თავდებოდა ტიბეტამდე, ალიასკამდე. წარმოგიდგენიათ, რამხელა ტერიტორიები ჰქონდა ტარტარიას. და აგრეთვე საზღვრები მისი ვრცელდებოდა ციმბირამდე და სხვათა შორის. რატომ დაარქვეს ტერიტორიას, ციმბირის ტერიტორიას ციმბირი? სინამდვილეში ამ ტერიტორიას ერქვა, უწოდებდნენ უпроსტად, იქ გადიოდა ორი მდინარე. და როდესაც ეკითხებოდნენ, იქაურ მცხოვრე, შენ საიდან ხარო? ორი მდინარედანო, ესე იგი, აბეიხ რეკ, სიბირ, ამიტომ დაერქვა იმას სიბირ, აბეიხ რეკ, ორივე მდინარედან. ხო, და ეს თათრული იმპერია შედგებოდა სხვადასხვა კუთხური ტომებისაგან, ეს როგორც ასტრახანელი თათრები, უზბეკელი თათრები, კალმიკელი თათრები, მონღოლი თათრები, ტიბეტური თათრები და სათითაოდ ყველას ჰქონდა თავის უნიკალური კულტურა, მაგრამ წარმოადგენენ ერთ საერთო ცივილიზაციას, თათრულ ცივილიზაციას. ეს ტარტარია გაქრა რუკებიდან მე-18 საუკუნის დადგომასთან ერთად. ისმაილ პერესი ამბობს, რომ მე კვლევა დავიწყო ამ თემასთან დაკავშირებით და გავიგეო, რომ იეზუიტები, რომლებიც გაჩნდაო მე-11 საუკუნის დასაწყისში, პასუხისმგებლები იყვნენო ამ წარღვნაზე, რომლებმაცო დაღუპაო, განადგურაო ეს მშვენიერი განვითარებული ცივილიზაციაო, ცნობილი როგორც ტარტარია. და მაგათმა აგრეთვე წაშალენო ჩვენი მოგონებები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც იყო ამ 300 წლის განმავლობაში, რომელიც იმ მოვლენებზე წაშალესო მეხსიერება იმ მოვლენებზე, რომლებიც მოხდაო ამ 300 წლის განმავლობაში. მაგათ არ სურდათ, რომ ხალხს ცოდნოდათ ტარტარიის შესახებ. ამ იეზუიტებმა ჩაიგდეს ხელში კონტროლი ყველა უნივერსიტეტებზე, უმაღლეს სასწავლებლებზე, ევროპაში, ამერიკაში, მსოფლიოს ბევრ ნაწილში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში. ისინი აკონტროლდნენ უმრავლესობა უნივერსიტეტებისა და ცდილობდნენ დაემალათ სიმართლე ჭეშმარიტ ისტორიაზე. ვატიკანი, რომელიც იმყოფებოდა იეზუიტების კონტროლის ქვეშ, არამხოლოდ გამოიყენა რეპტილიების ტექნოლოგიები, მაგრამ სულ იყო დრაკონიანელების
მხარეს თანამშრომლობდნენ რეპტილიებთან, თანამშრომლობდნენ ნეგატიურ ანუნაკებთან, მარდუკი მართავდა ვატიკანით და ისინი იყენებდნენ წინა განვითარებულ ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ მოეწყო წარღნა, რომელმაც გაანადგურა ცივილიზაცია, ეს ცივილიზაცია და შემდეგ ეს მოვლენა ისტორიიდან წაშალენ. რა კარგია ჩვენ რო ცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ჩვენ არა მხოლოდ კორუფციის შესახებ გებულობთ, არამედ გებულობთ ბევრ რამეს თუ რას უკეთებდნენ პატარა ბავშვებს ტუნელებში. გებულობთ ყველაფერზე, თუ რა ჩაიდინეს მაგათმა, რომ მოვეწამლეთ ჩვენ და საერთოდ ყველაფერზე. ჩვენ მივიღებთ ბევრ დოკუმენტალურ დამოწმებებს განვითარებული ტექნოლოგიებზე, რომელსაც გვიმალავდნენ ჩვენი მთავრობები საუკუნეების განმავლობაში. და მათ შორის ეს ხდებოდა 80 წლის მანძილზე, ბოლო 80 წლის მანძილზე. ისაა პრესი ამბობს, რომ მე მივიღეო მოკლე შეტყობინება ჯონი კენედი უმცროსისაგანო, რომელმაც თქვაო, რომ უნდა დარჩო ადამიანი, რომ თუ კიდე იყო კარგი, უნდა დარჩა ადამიანად. იმ ქაოსის დროსაც კი, რომელსაც ჩვენ ახლა ამჟამად რომელშიც ჩვენ ახლა ამჟამად ვართ და ვცხოვრობთ. ბრიტანულ ენციკლოპედიაში 1871 წლისა, ხო, აი წინათ რომ გითხარით, მე ბრიტანეთმა ახსენა ტარტარია მეთქი, ამ წლის ენციკლოპედიაში იყო 1871 წლის ენციკლოპედიაში და ეს ენციკლოპედია, ეს სამონათი როცებ გაქრა. და სად არის ამ უდიდესი იმპერიის ნარჩენი ხალხი? რა დაემართა ამ იმპერიის მაცხოვრებლებს? ბევრი მათგანი გაანადგურა ვატიკანმა. და რატომ იყო ეს უნიკალური ცივილიზაცია წაშლილი ჩვენი საგნების ჩვენი როგორ გითხარ, არა, ეს სხვა რაღაც მინდა ვთქვა, რატომ არ ისწავლებოდა ეს ამ ცივილიზაციაზე ჩვენ ისტორიულ საგნებში, ჩვენი ისტორიის საგნებში. ტარტარიის გაქრობა, საიდუმლო გაქრობა წინებიდან, რუკებიდან. პრესი ამბობს, რომ როდესაც ჩვენ გავერთიანდებითო კანადასთან, გრენლანდიასთან, გახდებითო ცივილიზაცია ჯაბუკო. ისმაილ პრესი ამბობს, რომ მინდა ერთ რაღაც ვთქვაო, რომ უდიდესი კაცობრიობის ისტორია ვერ შედგებაო თუ მასში არ ვახსენებთო ტარტარიის იმპერიასო, უდიდეს ტარტარიის იმპერიასო. ტარტარიის აღდგენა ეს არა მხოლოდ რუსეთის გამარჯვებაა, ხო და ისმაილ პრესი ისევ გვახსენებს ჩვენ იმას, რომ პუტინი თანამშრომლობს ალიანსთან, იმისთვის რომ დაეხმაროს კაცობრიობას. თითქოს, არ ვიცი ეს სიმართლეა თუ არა. ახლა კი მოვყვები ვალენტიან ტორის მესიჯს. ამ ვალენტიან ტორის მესიჯის თანახმად ჩვენი ესე იგი დედამიწის კაცობრიობა უახლოვდება პირველ კონტაქტს უცხო პლანეტელებთან. კაცობრიობის ისტორია და კოსმოსური წარმოშობის ისტორია დაუბრუნდება წინა პლანს. ჩვენი კაცობრიობა დამდავლდა იმის შემდეგ, რაც ანუნაკებმა გათიშეს ჩვენი 10 სპირალი, რადგან ადრე ადამიანის სხეული შედგებოდა დნმ-ის 12 სპირალიანი ძაფისგან და ჩვენ გაგვითიშეს 10 სპირალი, დაგვიტოვეს 2, რადგან გვეცოცხლა.
მაგასმა დაიწყეს ჩვენი ტელომერების დაპატარავება. ტელომერები ეს რა? ალბათ არ ვიცის რა, დღეს საიდუმლო რომ ვინ ადამიანის ადამიანს აქვს ქრომოსომები, ხო მიცით? ხო, ქრომოსომები და ხო არის Y, U და X. ხო და ეს ამ ნაწილებს ქვევით და ზევით ამათ ქვია ტელომერები. და რაც მოგზოა ეს ქრომოსომები, უფრო ხანძრივად ცხოვრობს ადამიანი. მაგრამ ჩვენმა წრებმა დაგვიმოკლეს ეს ტელომერები, რომ ჩვენ ადრე დავბერდეთ და ვერ გამოვიყენოთ ჩვენი უნარები. და კიდევ ისარგებლებ შემთხვევით და მიმართავ იმ მამაკაცებს, რომლებიც აბრალებენ თავის ცოლებს, აბრალებენ კი არა, რომლებიც თავის ცოლებს ანტყუნებენ და ავიწროვებენ იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ ვაჟის გაჩენა მათთვის. ხო, ის კი რა ადრე კომუნისტების დროს ყოფილა შემთხვევები, რომ იმის გამო, რომ ცოლი ვერ გაუჩენდა ვაჟს, ბევრმა დაანგრია ოჯახი. ხო, კი, წარმოიდგინეთ, ბევრი შემთხვევები ყოფილა ასეთი. პირადად მე ვიცი ასეთი შემთხვევები ბევრი. ერთხელ საერთოდ ეს მოყვა ჩემი ბებიის დეიდა იყო ერთანი. მაგარი ნიჭიერი ქალი ყოფილა. საექიმო ვერ დაამთავრა, რადგან პატრონი არ ყავდა. ხო, ვინც ასწავლიდა, თორემ ექიმის დონეზე იცოდა ქალმა ყველაფერი. და მას ისეთი ისტორიები აქვს, ეს ქალი ყველაფერს იწერდა, თუ რა ხდებოდა მის სამსახურში. ყველაფერს იწერდა და ისეთი სასაცილო ისტორიები აქვს შეგროვილი. ახლა ისერვეული ჩემი ბითოლა სახლშია, ბიძიას სახლში, უფროს ბიძიას სახლში. რომ მოხდა ეს ქალი მაგას ასაკოლია წაიღებდნენ. დაცალეს სახლი. ხო და ეს ქალი ყვებოდა ისეთი თანამდებობის პირი ყოფილა, მისი თული ვერ ფერდიმდებოდა. თვითონ არ უნდოდა იქიდან წასვლა. არ უნდოდა, ამტყუნებდა ცოლს, რომ ცოლი არ ვარგა. და უნდოდა ცოლის გაშვება. ხო, ახალი ცოლის მოყვანას აპირებდა. და ჩემ ამ ბებიას ჩაკვა ერქვა, შინაურული სახელი. ამ ჩაკვა ბებიას, რომელიც იყო დეიდა ჩემი დედის დედის, ისე იგი ჩემი დედის მხრიდან ბებიის დეიდა იყო. ისიც ბები დედინაცვალი ყავდა და იმის და რაღაც დანიშნულება აქვს. და ამ ქალს უთქვამს, შენ უნდა ჩააბარო თესლი ანალიზზე, მამაკაცის თესლი. ეგრე შენი ბრალიაო. აი, შენი ბრალიაო, მე მაშინ დარწმუნებული ვარ, უთხრა ამ ჩაკვა ბებია. არ უნდა დაამკაც, რას ქვია, კი იცით, ასეთი ხალხი უკადრისები არიან. უკადრისო და ეს კაცი რას ქვია, მე არაფერი მჭირსო ისეთი. აღმოჩნდა, რომ ამ კაცის ბრალი ყოფილა ყველაფერი. და წამოიდგინე ახლა ამას, რომ გაიშვა ეს ცოლი, მოიყვანდა ახალ ცოლს, იმასაც დაანაშაულებდა, რომ შენ ვერ მიჩენ მე შვილს, შემდეგ იმას გაუშვებდა, მესამეს მოიყვანდა. ხო? და მაპატიეთ მე ახლა თემიდან გადავუხვიე და რას ნიშნავს, ხო, არა, ვაჟთან იმ ქალებს, რომლებიც უჩენენ შვილებს, მაგრამ ვაჟებს არ უჩენენ, იმ ქალებსაც ამტყუნებენ. მე ხამიდა კი არიან, ახლაც არიან ისეთი მამაკაცები, რომლებიც ცოლებს ეჩხუბებიან, თუ გოგოები გაუჩინეს. მე სანამ ომი დაიწყებოდა აფხაზეთის საქართველოს ომი, ერთი დრო მუშაობდი გალის სამშობიაროში. ნუ ერთის ადგილი იქ არ იყო და მე მუშაობდი სანიტრად, მაგრამ იქ იყო მოხდა ასეთი შემთხვევა. ქალმა გააჩინა გოგო, ნუ მისი ქმარი ეტყობოდა, რომ უვიცი იყო, განუვითარებელი იყო. აბა წამოიდგინეთ 90-იან წლებში ადამიანი რომ ასე მოიქცევი. და ერთი ამბავი დაათია სამოტოვოში მე ქალიშვილი რა თმიდა, მე ბიჭი მიდოდაო,
სახში არ დაგინახო მოსული, სახში არ დაგაბრუნებ, იმუქრებოდა ამ გოგოს. რა თქმა უნდა, ქალიშვილი. და ერთი ამბავი დაათია სამშობლო განყოფილებაში. აი ცოცხალი მაგალითი, რამდენად უვიცი უნდა იყო ადამიანი, რომ ასე მოიქცე. ხო და გეუბნებით აქ, თქვენ მამაკაცებო, ვისაც გონიათ, რომ ქალები ისგან არის დამოკიდებული, ბიჭი შეეძინება თუ გოგო. არა, ჩემო კარგებო, არა. ქალს აქვს ორივე კაცს და ქალს აქვს ქრომოსომები, მაგრამ ქალს აქვს 2X ქრომოსომი. 2X ქრომოსომი, 2. Y ქრომოსომი ქალს არ აქვს. მამაკაცის ქრომოსომი შედგება წყვილ ქრომოსომებისგან, მაგრამ არა 2X ქრომოსომისგან, არამედ 1X და 1Y. ასე უასო ინგლისური. ხო, უასო 1X 1Y უასო. დიახ, ჩემო კარგებო, Y და X არის თქვენი ქრომოსომები, მამაკაცებო. და როდესაც ბავშვი, როდესაც ქალის კვერცხუჯრედი განაყოფიერდება თესლისგან, მამაკაცის თესლისგან, იმაზე თუ ვინ დაიბადება, ხართ პასუხისმგებლები თქვენ. და იმ ვიც მამაკაცებს მიმართავ, რომლებიც ქალებს ეჩხუბებიან, ბიჭი ვერ გამიჩინეო. მომიდევეთ, მე არავის ლანძღვა არ მინდა, მაგრამ ზოგჯერ თქვენ ძალიან უსამართლოდ ექცევით, ყველა არა, მაგრამ მამაკაცების ზოგიერთი მამაკაცები ძალიან უსამართლოდ ექცევიან ქალებს. თქვენ თუ მიეცით თქვენ შვილს X ქრომოსომი, გაგიჩნდებათ ბიჭი, მაგრამ თქვენ თუ X ქრომოსომი მიეცით თქვენ შვილს, გაგიჩნდებათ გოგო. X არის გოგო, X და X, დედის X, მამის X ქრომოსომი, ჩნდება გოგო. მაგრამ თუ მამა მიცა Y, ქალი თავისთავად მხოლოდ X მიცემს, ჩნდება ბიჭი. ეგ არის თქვენზე დამოკიდებული, თქვენზე. და თქვენ გულაობ და ტრაბახოთ, კაცი ვარ და ვიგულავებო. ზოგჯერ გულაობა, რატომ და მამაკაცის მე მაქვს განაგები ეს, რომ ექთანება პროფესიით, რომ რომელიღაც ხარე არის ბიჭის, რომელიღაც გოგოს ხომ გულისხმობთ, მე გულისხმობ სასქესო ორგანოებს, მამაკაცის სასქესო ორგანოებს. ხო, პენის არა. ხვებით რომ კიდია. ხო, გონი მარჯვენა არ ვიცი ზუსტად არ მახსოვს, გონი მარჯვენა Y ქრომოსომს რომ იძლევა, მარცხენა X ქრომოსომს რომ იძლევა. ხო, დიახ. ერთი ბიჭისა, მეორე გოგოსია. ერთში Y-ია შენახული, მეორეში X-ები, X ქრომოსომები. ამიტომ ნუ მიყვებით იმას, რომ კაცი ვარ და ვიგულავებ, არა. თქვენ ჯანმრთელობას კარგავთ ამით. და ვინც ცხოველ დონესაც ვერ უწოდებ ამ საქციელს. ცხოველები არ გულაობენ ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე ან ღამეში ზოგმა რო იცის. და ისეთ კაცებს აფურთხებენ, რომლებიც ქალებთან ნაკლებად დადიან. რადგან გონიათ, რომ იმათ არ შეუძლიათ თუ გულაობა არ უნდათ ქალებთან. აი ეს არის ჩვენი განუვითარებლობა. აი ეს არის. ხო და ამიტომ ამბობ. ვიდრე სხვისკენ გაიშვათ ხელს, კაცებო, ვიდრე ქალებისკენ გაიშვათ ხელს. თქვენ ცხოვრების წესს მიხედეთ. ხო და ამათმა გაგვithიშენ ჩვენ ტვინის ფუნქცირების 90%-ის. თუ გაგიგონიათ ნეანდერტალეც. ხო, ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ესენი არიან ადამიანების, პირდაპირ ადამიანების წინაპრები. აი ამ ნეანდერტალად უნდა ჩვენი ქცევაო. იმის მიუხედავად, რასაც ქადაგებს მეცნიერება და რელიგია,
კაცობრიობა არ ეკუთვნის იმ პრიმიტიულ არსებებს, რომლისგანაც განვითარდა. არა, ეს ტყუილია. ჩვენ დედამიწის კაცობრიობა ვართ galaktikuri ჰიბრიდული რასა, რომელიც შეიქმნა ვარსკვლავური ერების 22 დნმ-ისგან. ესე იგი, 22 ვარსკვლავური ერი მონაწილეობდა ჩვენ შექმნაში. ჩვენში არის 22 უცხოპლანეტარული გენი, რომელშიც შედის ცერერას ცივილიზაცია, პლეიადელების ცივილიზაცია, ლირის ცივილიზაცია, ანდრომედის ცივილიზაცია, ართურის ცივილიზაცია და ვეგის ცივილიზაცია. და ყოველმა იმ ცივილიზაციამ შემოიტანა ადამიანის გენომში წვლილი მათ კულტურულ და სულიერ განვითარებაში. ჩვენი დედამიწა არა მხოლოდ პლანეტა, არამედ ცოცხალი ბიბლიოთეკა. სულიერი ექსპერიმენტია. ჩვენ ვართ წარმოვადგეთ ექსპერიმენტს, რომელიც არის მიმართული გააერთიანოს galaktikuri კოდები ერთიან მრავალგანზომილებიან სახეობად. ესე იგი, ჩვენ შევხვდეთ როგორც ერთიანი მრავალგანზომილებიანი სახეობა, რომელსაც აქვს თვისება ხელი შეუწყოს სამყაროს მაღალი ენერგიების ხარდაჭერას უпростоრად. დედამიწის ისტორია კიდევ არის დაკავშირებული სამყაროს ისტორიასთან. არქონტები მართავდნენ დედამიწას, მართალია ისინი სულიერ სხეულში იყვნენ, მაგრამ იმათმა ისე მოაწყოს, რომ იბადებოდნენ ადამიანის სხეულებში, განსახიერდებოდნენ ადამიანის სხეულებში და დედამიწაზე მათ იცნობენ როგორც გველების სამმავლობას. ნიმროდი მაგალითად, ნიმროდის სხეულშიც იყვნენ არქონტები. ბაბილონი შეიქმნა ნიმროდისაგან. თავარია იცოდეთ, რომ დედამიწა შედის პლანეტების გაერთიანებულ ფედერაციაში. 2003 წლიდან დედამიწა იმყოფება გაერთიანებული პლანეტების ფედერაციის დაცვის ქვეშ. სინამდვილეში ეს ეხება ვარსკვლავურ პლანეტების გროვას, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ. galaktikuri ალიანსი კი ეს არის უფრო გაფართოებული ვარსკვლავთა შორისო კოალიცია სხვადასხვა ცივილიზაციებისა, რომელშიც შედის ბევრი galaktika. შტაბ-ბინა galaktikuri ფედერაციისა, რომელიც შედგება 6800 სამყაროებიდან და რომლის ნაწილია ახლანდელ დროში ვართ ჩვენც, განლაგებულია ეს შტაბ-ბინა განიმედზე. განიმედი არის იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრი. ტორე არის ვენერის წარმომადგენელი, ვენერის გამოგზავნილი ვენერის ცივილიზაციისაგან, ეს ვალენტიან ტორი და ეს პიროვნება დედამიწას კურიეს 1950-იანი წლებიდან. ხო, არის ბევრი მტკიცებულება, ჩანაწერები მის და ეზეხაუერი, პრეზიდენტ ეზეხაურის პრეზიდენტი ეზეხაუერი შეხვედრია ამ პიროვნებას და ამის ჩანაწერები არსებობს. და მეორე კომანდორი, ვინც ამ მისიას ხელმძღვანელობს, კარიდორ სტრატეგიული ოპერაციების ლიდერი მაღალი საბჭოთან, ანდრომედის მაღალი საბჭოდან. ერთ-ერთი გზავნილი, რომელიც უნდა ტორმა მე რო თქვენ გადმოგცეთ, ეს არის არქონტების დაცემა. მათი ქსელის დანგრევა, არქონტების ქსელის დანგრევა, რომელიც მოქმედებდა ატლანტის პერიოდიდან. ეს ქსელი, ამათი არქონტების ქსელი მოქმედებდა ატლანტის პერიოდიდან. იმის შემდეგ, რაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ენკიმ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება პლანეტის თავისუფლებისთვის ეს არის არქონტების ეფირული, ხელოვნური ეფირული
ქსელის დაანგრევა დაშლა, რომელიც გაჩავდა ადამიანების სასიცოცხლო ენერგიას და აძლიერებდა ტრაუმირებულ პროგრამირებას, აძლიერებდა ტრაუმატიულ პროგრამირებას მედიას საშუალებით, რელიგიების საშუალებით და ასე შემდეგ. პოლიტიკის საშუალებით. ეს ენერგეტიკული სისტემა ოდესღაც იყო დაკავშირებული შავ ხვრელებთან და პარაზიტირებულ ხელოვნურ ინტელექტთან, რომლებიც გაჩნდა ესე იგი იმ დროის შებრუნებულ მონაკვეთში. საცერნუსვისა временной линии. ესე იგი, რომელიღაც დროის ხო რუსულად თქვა ამან ისმერმა უბრალოდ რუსმა მთარგმნელმა თქვა საცერნუსვისა временной линии. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ის დროის ხაზი, სადაც იმყოფებოდნენ ეს პარაზიტარული ხელოვნური ინტელექტი იმყოფებოდა, ის დროის ხაზი გაქრა ან გაუქმეს და იმ დროის ხაზიდან გადმოვიდნენ ჩვენ დროის ხაზზე. მეგონი გასაგებად ახსენე. ხო, და ეს ქსელი ამ წლების ბოლოს იყო დემონტირებული და ეს ენერგეტიკული არხებები, არქონტები იყვნენ გაძევებული ამ ჩვენი როგორ გითხრათ, ტერიტორიებიდან, ასე ვთქვათ. გარშემო დედამიწის წვრილი სფეროებიდან, გასებიდან იყო მოცილებული დედამიწას მოაცილეს. ამან განთავისუფლა არხები, რომელიც იყო გაჭედილი და მათ დროს ეს მაღალ ენერგეტიკული სიხშირები ვერ გადიოდა დედამიწაზე. და როდესაც ეს არხონტები მოიცილეს და მათი ქსელი დაშალეს, ამან მისცა საშუალება მაღალ ენერგეტიკულ სიხშირეებს გასულიყო დედამიწაში. და დედამიწამდე მისულიყვნენ. ხო, და მეცა საშუალება პლანეტარულ ჩაკრებს მაპატიეთ მიეცა საშუალება პლანეტარული ჩაკრების აქტივიზირებისთვის. ესე იგი, აქტივიზება გაუკეთდა ამ მაღალი ენერგეტიკების საშუალებით პლანეტარულ ჩაკრებს. ჩაკრები მარტო ადამიანს არ აქვს, ჩაკრები აქვს დედამიწასაც, პლანეტას საერთოდ. და ამ გამოიწვია დნმ-ის აქტივაცია მასობრივ მასშტაბში. ერთდროულად. ამის შედეგად 2025 წელსო ჩვენ გავხდებით მოწმეებიო ახალი ტალღის ენლოს გამოჩენის. და ეს მოხდება ზაფხულშიო. ჩვენ ნახავთო მასიურ მოვლენებს. წამოდგინეთ ცარში ავიხედავთ და იქ ნახავთ, რომ დაფრინავენ ობიექტები. ნუ ხა ვინც იცის, მას არ გაუკვირდება, მაგრამ შეიძლება ხალხი გაუცებული ყურებდეს იქნება უმრავლესობა ამას, ვისაც არ ჯეროდა, რომ უცხო პლანეტარული ობიექტები არსებობს, რომ უცხო პლანეტელები არსებობს. ხო, ისმაილი ინსაიდერია. აქვს კონტაქტი მაღალ ცივილიზაციებთან და ისმაილი ამბობს, მე მეუბნებიანო, რომ ეს მოხდებაო ზაფხულში. გალაქტიკური ალიანსიო აჩქარებსო თეთრ ქუდებს ინფორმაციის გახსნას. და ყველაფერი თუ რა ხდება ზონა 51-ში, რა ხდება ზონა 51-ის ტერიტორიის ქვეშ, მიწის ქვეშ, რა ხდება ანტარქტიდაში, რა ხდება ცალკეწასულ ჯგუფებში და ეს საერთოდ ყველაფერი თუ რა ხდება, ამაზე ღიად გასაჯაროვდება ინფორმაცია. ხო, ჩვენ ყველანი გადავდივართო მეოთხე განსომილებაში. მაგრამ ზოგი ამბობს, რომ მეოთხე განსომილება არისო დრო. ესე იგი, ჩვენ გადავდივართ მეხუთე განსომილებაში, ხო? მაგრამ ჯერ ეს მეოთხე განსომილება თუნდაც კი, მე მჯერა, რომ ეს მეოთხე განსომილება არის დერეფანი. მეხუთე განსომილებისკენ ჩვენ ეს დერეფანი უნდა გავიაროთ.
კომანდირტორმა მოგიყვა იმ 900 რასაზე, რომლებთანაც ჩვენ დედამიწელებმა ხელშეკრულება დავდეთ, ანუ კონტრაქტის მიხედვით ურთიერთობთ. ჩვენ უკვე დიდი ხანია ხელშეკრულება დავდეთ კერძო პირებთან, კერძო სექტორებთან და ვართ გალაქტიკური ამ როგორ გითხრათ სავაჭრო არა იქ სხვადერათა სავაჭრო ხო სავაჭრო საქმეებში გვაქვს ურთიერთობა ვალენტიან ტორს ვამბობდი ვალიანტორი ამბობსო რომ ახლობდებაო სამყაროების გაყოფის დრო პირველი მზის მოვლენის შედეგად მაპატიეთა ამებნა მზის პირველი მოვლენის შედეგად აფეთქების შედეგად ჩვენ დგავართო კოსმოსური ბიფურკაციის ზღუბზე მაპატიეთ რა არის ბიფურკაცია არ ვიცი შევეცდები ახლა ვნახო ახლა შევედი მე ინტერნეტში და საერთოდ ბიფურკაცია სიტყვა ნიშნავს გაორება სიტყვა ბიფურკუს რას ნიშნავს გაორება ესე იგი გაორება ყველა ხარისხიანი შეძლების გვარი შეძლების მაგვარი უпростоრად ხარისხიანი გადაწყობები ან მეტამორფოზები სხვადასხვა ობიექტებისა ამ დროს ხდება პარამეტრების შეცვლა რომლისგანაც ისინი არიან დამოკიდებული არის კიდევ რომ მაინც იცოდეთ ამასაც დავამატეთ მდინარების ბიფურკაცია ხო მეცნიერულად ასე წარმოთქვამენ მაგრამ ეს მდინარების ბიფურკაცია ნიშნავს მდინარის მიდინების გაყოფას ხო ესე იგი ტოტებად 2 ან 3 ტოტი ესე იგი იყოფა მდინარე მიდი ჩვეულებრივი ერთი ტოტით ხო შემდეგ იყოფა ერთი ტოტი ერთ ხარეს მიდით მეორე ტოტი მეორე ხარეს ამას ქვია ბიფურკაცია ნებისმიერ საგანს ნიშნულობა არ აქვს რას ეხება უბრალოდ სიტყვით ორი სიტყვით ეს არის გაორება ხო და ეს სამყაროების გაყოფა ხდება არა ფიზიკურად თურმე არა მე მგონა ფიზიკურად ეს მოხდება სამყაროების სულიერი გაყოფა ვიბრაციების მიხედვით მოხდება დროის ხაზების გაყოფა რომლის დახმარებით ამ დროის ხაზების დახმარებით გაიყოფა ისინი ვინც ამაღლდა ესე იგი ვინც მიიღო მაღალი ენერგიები და ამაღლდა ისინი კი ვინც არიან მიჯაჭვული ხელოვნურ მატრიცას ეს ხელოვნური მატრიცა მე ამას ვუწოდებ ტექნოკრატიულ ხელოვნურ სამყაროს ტექნოკრატიული დროის ხაზი რომელსაც ამ ხაზს ამ ტექნოკრატიულ ხაზს დროის ხაზს რომელიც შეიქმნება მათთვის ვინც დარჩა მიჯაჭვული ამ ხელოვნურ მატრიცას მართავდეს იქნება ამ ხალხს ხელოვნური ინტელექტი ომეგა და ეს განშტოება ვიბრაციების მიხედვით დაფუძნებული არა რამე სიძულვილზე რამე პირადულზე არა ეს გაყოფა ხდება ვიბრაციულ დონეზე ვიბრაციების მიხედვით ვერ მოხდება დაბალ ვიბრაციული ვინც მიჯაჭვულია ხელოვნურ მატრიცას მაღალ ვიბრაციებში ვერ მოხდება დედამიწა ახლა განიცდის კვანტურ ნახტომს და როდესაც საქმე მივა მზის პირველ ამოფრქვევამდე რომელიც მოსალოდნელია საზაფხულო მზის ბუნიანობამდე ყველაფერი იქნება მზად მზის ამოფრქვევა ეს არის ცენტრალური იმპულსი galaktikuri ცენტრალური მზისგან რომელმაც უნდა გააღვიძოს მძინარე გენები რომელმაც უნდა გაუკეთოს აქტივირება ესე იგი ადამიანის
სუპერ უნარებს და უნდა დაამთავროს რეალობების გაყოფა. ასე რომ მეგობრებო, პირველი რთული ეს ბნელი პერიოდები გავიდა, ზავესა ფარდა იწევა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ პირველი კონტაქტის სისო. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ახმავლობის სისო. ჩვენ არ ვართ მარტონი, ჩვენ არასდროს ვიყავით მარტონი. ჩვენ ვართ ყველანი ჩვენების შედევრი. მოდით ამ ნოტაზე დავამთავროთ ეს ვიდეო. არა, გრძელი ვიდეო არც იყო ეს ვიდეო. მე უბრალოდ იქ თავში ამერიკაზე საუბრობდა, ის არ გადავთარგმნე, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ თქვენთვის არ იქნებოდა საინტერესო. მე დამაინტერესა თემა ტარტარიაზე და მაინტერესებდა, ამიტომ ტარტარიაზე გადავწყვიტე გადამეთარგმნა თუ რა სიტყოდა. ხო და ხომ ხედავთ? ინსაიდერი, ეს კაცი არის ინსაიდერი. რა თქვა ამ კაცმა? რომ პუტინმა რადგან ეს არქივი გასაჯაროვა ტარტარიაზე, პუტინი კიდევ სხვა არქივებსაც გასაჯაროვებს და იმედია იმ თემას, რაც მაინტერესებს, ფარდა აეხდება. არა და საქართველო საერთოდ მთელი კავკასია არის დაკავშირებული მაშინდელ სლავიანებთან, რადგან სლავიანები იყვნენ გავრცელებული ყველგან. ეს სლავიანები, ეს ტარტარია, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ჩვენ ახლანდელ ერებთან, კავკასიის ერებთან. 100 წლის ალფაბეტიც კი ქართული ანბანიც კი დაკავშირებულია სანსკრიტთან. სანსკრიტი ვინ მოიგონა? რამამ. რამა ვინ იყო? სკიფი. სკიფები ვინ იყვნენ? ჰიპერბორეელების და ატლანტების შთამომავლობა. ვინ იყვნენ ჰიპერბორეელები? ვინ იყვნენ ატლანტები? მათზე კი მოიპოვეთ ბევრი ინფორმაციას ინტერნეტში და თუ გაინტერესებთ, მე გეტყვით. მე ხომ მას გადათარგმნილი. არა, მე მომავალში არ ვიცი, მე ხა მოვასწრებ თუ არა და მე ბევრი დამიგროვდა გადასათარგმნი. ერთის კანონიც მინდა გადავთარგმნო. ეს ვიდეოებიც მინდა, ახალი ვიდეოები თქვენამდე მოვიდეს, მაგრამ მე ყველაფერს ვერ მოვასწრებ. ამიტომ არ თავ ინტერნეტს. ის იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მე ჩავთე ერთიანი ინტერნეტი, თორე მე ამიტომ თავ ინტერნეტს მხოლოდ ერთი კვირით, რადგან დრო მქონდეს იმისათვის, რომ სხვა რაღაცა გავაკეთო. და დრო უნდა ყველაფერს. ზოგჯერ საათნახევარი 2 საათი ისეკავა, ზოგი ვიდეო გრძელია, ხო. მერე ჭამა მინდა, რაღაცა დაბანა გინდა, დალაგება რაღაც გინდა, სხვა საქმეებით ხო უნდა გააკეთო. მაგრამ მე მაინც ყვაყოფილი ვარ. თქვენ ძალიან ბევრი მასალა გაქვთ იმისთვის, რომ მოусმინეთ, ან რუსულად ნახეთ წიგნი, შეიძლება უფასო გადმოკაჩოთ ბორეევის წიგნი. ბორეევს ბევრი წიგნია დადებული. თუ გაინტერესებთ, ხო, მე თუ მოვახერხე, ბორეევის წიგნს წერილობით ფორმაში დავდებ, მაგრამ ამას დროს დასჭირდება. მოემზადოთ ზაფხულისთვის. განეწყოთ პოზიტიურად. იფიქრეთ მხოლოდ კარგს. უსმინეთ კლასიკურ მუსიკას. მოცარტს, ბახს, შოპენს, ჩაიკოვსკის. უსმინეთ კლასიკურ მუსიკებს. ამბობენ სამკურნალოა მოცარტი, ბახი. ამ ნოტაზე დავასრულებ დღევანდელ ვიდეოს. დღევანდელი შეიძლება მე მეორე ვიდეოც მოვასწრო. დღეს ჩაწერა და ხვალ ღამის 11 საათზე მეთიშება. ხო.
რასაც მოვასწრებ გუშინ მაგალითად მე გეგმაში მქონდა მეორე ვიდეოს ჩატერა, მაგრამ ხომი ჭამე და ხომა ხო იცი შაქარის აწევა. კი, მე დავიკლე შაქარი 200-ის ხანდახან მაქვს 78 მქონდა, 192 მქონდა, 214, 250, მაგრამ გუშინ ხომი შევჭამე. თუ და მქონდა ხერხელი გავაკეთებ, მე ვთქვი, ყოველთვის არ არის სადიეტო საჭმელი, ახლა უცებ მომიჩვენე მოგჩნდება რა უნდა ქნა. და წამოგიდგენიათ რამ ხელაზე ამიწია ხომა შაქარი. 303 გავიზომე დღეს და ხომი რო ჭამე იმის შემდეგ მოვითერე. ენერგია დამეკარგა. იტყობა ეს უსმოსი მქონდა მე დღეს 303, 304. უსმოსე. და რამდენიმე იქნებოდა ხომი რო ჭამე იმ დროს. ამიტომ მე გადავწყვიტე რომ არც ხომს გავიკარებ, არც ჭადებს გავიკარებ. ჭადი იმდენად არ წევს, მაგრამ ქაშები საერთოდ მოხარშული. კიდე ხომი იყოს, კიდე ქაში იყოს. მე ამიტომაც შევწყვიტე ქაშებით ჭამა, გაკეთება. ხო და გუშინ ძილისმეტი არ გამიკეთებია შუა დღეს მერე. ხომანამდე გამოვიძინე, წამოვწექი მოთეთილი ვიყავ და მე დავწექი, მე ძალა არ მქონდა არაფერს. ამდენი შევჭამე, წამები დავწექი იქეთ. და მეძინა დილამდე. არა, ღამით 3-ჯერ კი ავდექი, გამეხვდა 3-ჯერ. და მეძინებოდა დილამდე. დილას ადრე გავდექი. ნუ ადრე ქვია ხა, ხანდახან 7 საათზე ვდგები. ხანდახან 9:30, ხანდახან 8-ზე, ხანდახან 10-ზე, რა ვიცი. გააჩნია. ხო. გავამდელი ინფორმაცია ცოტა მოკლე ინფორმაცია, მაგრამ ძალიან საინტერესო. დროებით